მოგესალმებით, BMG საინფორმაციო სამსახური იწყებს პირდაპირ ეთერში მუშაობას. დღის მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეებს მე ჟურნალისტი ელენე გოგბერაშვილი გაგაცნობთ. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო კომუნიკაციების მონიტორინგს იწყებს. კერძოდ ძალაში შევიდა მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა. აღნიშნულმა სტრუქტურამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს. შესაძლოა სპეციალური სამმართველოს კონტროლი ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციაზე გავრცელდება. დღეიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს მთავრობის ახალი სიპი ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს. მთავრობის დადგენილებით კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაც, რომლის სავარაუდო ღირებულება ერთ შესყიდვაში 500,000 ლარს ან მეტს შეადგენს. მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების თანახმად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას სპეციალური მოდულის გამოყენებით და დამატებითი მეთოდებით ჩაატარებს. საწვავი, საკვები პროდუქტების, საოფისი ავეჯი და ფარმაცევტული პროდუქტები იმ საქონელსა და მომსახურებას შორისაა, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება. კონსოლიდირებულ ტენდერებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია ჩაატარებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყების მიერ შესყიდული საქონლის და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს. დღეიდან იცვლება მართვის მოწყობის გამოცდის წესებიც, კერძოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება, რაც შეეხება არაგეგმიურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათ დღეს ექნებათ. 15 ივნისიდან კი ბ-და ბ-პირველი კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30 კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო. ასევე იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად. გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომის დაშვების ზღვარი იზრდება, თუ მანამდე კანდიდატს გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, ახლა 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის შემთხვევაში ჩაიჭრება. ცვლილებებია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშიც. დღეიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ბადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. მთავრობის მიერ ჯერ კიდევ იანვარში მიღებული დადგენილებით 1 ივნისიდან ყოველთვიურად განხორციელდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე ან მეტი ბადით უწყვეტად იმყოფებიან. დღეიდან სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირებაც. ტურიზმის შესახებ კანონში შესული ცვლილებით რეგულაცია შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების უსერტიფიკატოდ განხორციელება 3,000-დან 6,000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. დღეიდან იცვლება ამ ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი პირების სავალდებულო დაზღვევის მოდელიც. თუ კანონის ძველი ვერსიით ყველა მიმწოდებელს მოეთხოვებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებებით მთავრობის დადგენილებით დიფერენცირებულად განისაზღვრება, თუ რომელ სუბიექტს დასჭირდება მხოლოდ პროფესიული, მხოლოდ სამოქალაქო, თუ ორივე სახის დაზღვევა ერთად. როგორ მუშაობს სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო კანონი და რას მოგვიტანს დაანონსებული ცვლილებები. თემაზე სასაუბროდ მთის გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი ტურიზმის კონსულტანტი ვანო ვაშაყმაძე შემოგვერთდება 15 საათსა და 30 წუთზე. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი 2025 წელსაც შემცირდა, რუსეთიდან კი გაიზარდა. სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ქვეყანამ ჯამში 3 მილიარდ 172 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა.
აქედან საქართველომ აზერბაიჯანიდან 2 მილიარდ 27 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო. 666 მილიონი კუბური მეტრი იმპორტი, ხოლო 1 მილიარდ 371 მილიონი დამატებითი და ოფიციური ხელშეკრულებით მიღებული გაზია. გასულ წელთან შედარებით აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა 1,6%-ით არის შემცირებული. ამასთან 2024 წელთან შედარებით გაზრდილია სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა. თუ 2025 წელს ამ არხიდან საქართველომ 70 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, შაშან ეს მაჩვენებელი 235 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ამავე დროს რუსეთიდან გაზის იმპორტი კვლავ მზარდია. 2025 წელს რუსეთიდან საქართველომ 886 მილიონი კუბური მეტრი გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. სემეკის 2025 წლის ანგარიშის მთავარ აქცენტებს ეკა გაზდელიანი გაგვაცნობს შემდეგ გამოშვებებში. უძრავი ქონების ბაზარზე ზრდა ნარჩუნდება. გალტენ-ტაგარტის მონაცემებით 2026 წლის აპრილში პირველად ბაზარზე მოთხოვნა აღდგა და გაყიდვებმა 2022 წლის შემდეგ თვის ჭრილში რიგით მესამე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გაყიდვები მაღალ დონეზე ნარჩუნდება მეორად ბაზარზეც. კერძოდ აპრილში თბილისში 3641 ბინა გასხვისდა, აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17,2%-ით გაიზარდა და 1857 შეადგინა. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რასაც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 4,6%-ით გაიზარდა და 84 შეადგინა. ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 2026 წლის აპრილში მოთხოვნა პირველად ბაზარზე აღდგა და წლიურად 64%-ით გაიზარდა. ზრდა მეტწილად გასული წლის დაბალ ბაზას ასახავს, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო განპირობებული, წერს გალტენ-ტაგარტი ახალ ანგარიში. აღსანიშნავია, რომ წელს 4 თვეში თბილისში სულ 14,548 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, გაყიდვილი ბინების ღირებულებამ 1,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც წლიურად 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ასეთი იყო საქმიანი ამბები ამ დროისთვის. განახლებული ინფორმაციით ზუსტად 1 საათში გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.